და მამუკა ღლონტი არის ხაზზე, მამუკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. უსმენდი ერთ გულს. ალპინისტეროს? არა, ტანკით რო უნდა შემოვიდეს. ტანკით რო შემოვიდეს, არ გეშინია? კარგი, მოდი დავიწყოთ. რა პრეტენზიები გქონდა? ორი თვეო დამბუზნებლებს რაღაც წერდიო პრეტენზიები მქონდაო. რა ეთერშიც კი საუბრა ეროსი კიტმარიშვილმა ჩვენ გადაცემაში მამუკა გემახსოვრებათ ალბათ, რომ მაშინ როდესაც თქვა რომ არ მოსწონს მაესტროს მაუწყებლობის სტილი. ანუ რა პრობლემები იყო? რატო ვერ დაილაპარაკო თქვა? რატო ლაპარაკობდა ეთერიდან ეროსი და გასუხებთ. გუშინწინ ჩვენ გქონდა შეხვედრა, გუშინწინ რამე მისცით თუ არ ვწდები, სადაც ეროსი კიტმარიშვილმა განაცხადა. რომან ესე იგი უნდა შეწყვიტო სატელიტური მაუწყებლობა მაესტროსი, უნდა გაუშვას ნახევარი სტაფი, სამსახური და ჟურნალისტების და რაც დარჩება იმას შეუმციროს ხელფასი, კამრები უნდა შემოვიჭიროს. სააკაშვილის ემეთ დაგუწყდა რატოღაც ლაპარაკი. გარდა ამისა, ეს ადამიანი, რომელიც საუბრობს მაესტროს განვითარებაზე, კითხეთ ერთი პავლოვის სტუდია, რომელიც რემონტდებოდა 6 თვის განმავლობაში, რომელიც თითქმის ბოლომდე რატომ ჩააბარა? რატომ შეწყვიტა საჯარო რეესტრში დევს უკვე საბუთი, სადაც სტუდია, რომელიც რემონტდებოდა 6 თვე, მან ჩააბარა. ანუ ამ ადამიანს არანაირი განზრახვა იმისა, რომ მაესტრო წინასულიყო არ ქონდა, კიდევ ერთხელ გემეორებთ, ის ფიქრობდა სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტას და სტაფის შემცირებას. გარდა ამისა, ეს ადამიანი არ იხდის ვალებს, სასამართლოში გვაქვს საქმე, მირი გვედავება 50000 ევროს თუ არ ვწდები. გარდა ამისა, მაესტროს აქვს უამრავი დავალიანება და ეს ადამიანი თუ ესეთი კეთილსინდესერია, რატომ არ იხდის ამ დავალიანებებს? თქვენ რატო არ თხოვდით ამ ფულს? აქამდე. როგორ არ თხოვდით? აბა რას წერილებს ვახსენებს, აბა რაზეა საუბარი? და ის რა პრეტენზიებით იყო ის? თვითონ ეროსი. რა პრეტენზიები ჰქონდა ეროსის? ეროსის აპრეტენზიები ჰქონდა, არ ვიცი, მე გითხარით რაც გითხრა და წერილებს ვახსენებს, ეს სწორედ ეს წერილებია, რომელიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, სადაც ამ წერილში ჩვენ მას ვთხოვთ, რომ დაფაროს დავალიანება, იმიტომ რომ არის სასამართლო. კონტრაქტი გაწყვეტილია ახლა ეროსისთან? კონტრაქტი. ანუ შეწყვეტილია კონტრაქტი. რა თქმა უნდა გაწყვეტილია. ახლა უკვე ეროსისთან კონტრაქტი გაწყვეტილია. ანუ ოფიციალურად ხო? გარდა ამისა, მე მინდა გავმარტო, რომ დღეს ის ამბობს არ შემიშვესო. ეს არის სიცრუე. გია გაჩეჩილაძეს კითხეთ და თქვენც მომსწრეხართ, მან ხართ ზიხართ ორი ჟურნალისტი, რომ დამფუძნებელიც კი საშვის გარეშე ვერ შევიდოდა მაესტროს ტერიტორიაზე. ესეთი პრობლემა ჰქონდა გია გაჩეჩილაძეს თუ გახსოვთ. კი, მახსოვს. ანუ შესაბამისად, ეროსი კიტმარიშვილს ის არ არის მართვის კომპანიის დირექტორი, ეს არის დამფუძნებელი. რო დაერეკა დირექციისთვის მოეთხოვა საშვი, მას უპრობლემოდ შეუშვებდნენ თავისი ზონდერების გარეშე მაესტროში. ასე რომ ვინმეს თუ აინტერესებს, რატო არ შეუშვეს ეროსი კიტმარიშვილი მაესტროს შენობაში, იმიტომ რომ მაესტროში არის წესრიგი, მაესტრო ეს არის ობიექტი, მნიშვნელოვანი ობიექტი და იქ ადამიანები ხვდებიან, გინდა დაფუძნებელი იყოს ის და გინდა იყოს მართვის კომპანიის დაფუძნებელი, მხოლოდ საშვის მიღების შემდეგ. ეროსი კიტმარიშვილს ესეთი საშვი არავისთვის მოუთხოვია, გამოცხადდა დილით იქ ვიღაც ადამიანებთან ეხება გადაძრა ხობეზე. ეს პასუხი იმ ადამიანებს, ვისაც დაინტერესებს, რატომ არ შეუშვეს ეროსი კიტმარიშვილი იქ. ეხლა საუბარია იმაზე, რატომ ვარ მე აქ ჩაკეტილი? იმიტომ, რომ აი ეს ზონდერები დგანან ყველა კარებთან და საკმარისია ჩვენ აქ კარები გავაღოთ, ესენი შემოვარდებიან შიგნით. პოლიცია ასრულებს ეროსი კიტმარიშვილის დავალებებს. არავინ არ ეკითხება ამ ადამიანებს, საბუთებს, ვინ არიან ეს უცხო ადამიანები და ასაკეთებენ აქ მაესტროს ტერიტორიაზე. რატო არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას მაესტროს თანამშრომლებს და რატო დგანან მართვის კომპანიის დაცვა არის. მართვის კომპანიის დაცვა ვართო. საბუთები წარმოადგინონ და მართვის კომპანიის დაცვას რა უნდა მაესტროს შენობაში. წავიდნენ და დაიცვან მართვის კომპანია. ეს კითხვა ჟურნალისტებს არ გებადებათ? მართვის კომპანიის დაცვა უნდა დაიცვას მართვის კომპანია და არა ტელეკომპანია მაესტრო. ტელეკომპანია მაესტროს დაცვა ეროსი კიტმარიშვილმა დღეს გაათავისუფლა. რისი უფლებაც არ ქონდა. ისევ როგორც არ ქონდა უფლება რაღაც ლაპარაკობს, კოლიზია იყო. კოლიზია არის მისი არსებობა საერთოდ ამ ქვეყანაში. მამუკა,
შეკითხვას დაგესვამ, თუ შეიძლება რომ სკიცმარიშვილი აპელირებს თანხაზე 4 მილიონის ოდენობით, ჩემთვის რამდენად ცნობილი ეს არის 2 მილიონი ნახევარი. როგორია რეალური ინფორმაცია და თქვენ თუ გაქვთ დოკუმენტაცია თანხების ხარჯთაღრიცხვაზე? მე როგორც იცით მართოში არ ვარ. მე ვარ კონფლიქტის მდგომარეობაში ვიყავ ეროსისთან კახა ბექაურის გაშვების შემდეგ ამის შესახებ თქვენ კარგად იცით ჟურნალისტებმა კარგად იცით ეროსი კიტმარიშვილმა შესაბამისად მე საქმის კურსში არ ვარ რა შევით რა გამოვიდა მე უბრალოდ ვიცი რომ ალპინისტ ეროსი კიტმარიშვილს ეთქობა იმ სიმაღლეებზე ავიდა თავის ფიქრებში რომ უჟანგბადობის გამო გონება აქვს დაბნელებული არანაირ 4 მილიონ დოლარზე საუბარი არ არის და გარდა ამისა თანხის ძალიან დიდი ნაწილი რომელიც შემოდიოდა მაესტროში შემოდიოდა მაესტროს დაფუძნებლის აკა ასათიანის მიერ და კიდევ ერთი შეკითხვა მამუკა რამდენიმე ხნით ადრე ეროსი კიტმარიშვილმა ჯერ კიდევ ჩემთან და შალვასთან ეთერში გამოთქვა პრეტენზიები მაესტროს მაუწყებლობასთან დაკავშირებით მანამდე გია გაჩეჩილაძემ რატომ ვერ ხერხდებოდა დამფუძნებლებს შორის ამ შიდა სამზარეულოში ჩაკეტვა თუნდაც და ამის არ განსაჯაროება ასე რომ ვთქვათ ძალიან მარტივი შეკითხი მაქვს თქვენთან ალბათონო ნათია დიახ ჩვენ მივმართეთ ეროსი კიტმარიშვილს. დიახ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას დირექციასთან შეუთანხმებლად, რაც მან იგნორირება გაუკეთა დირექციას და დანიშნა საწვი. დაარღვია სარედაქციო დამორჩენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც მიხედვით მოქმედებს ეროსი კიტმარიშვილს ჩემს მაგაზე არ არის გასაგებია. და მეორე, ვისთან უნდა შევძლოთ ჩვენ საუბარი? ადამიანთან, რომელიც ვიღაც ზონდერებთან ერთად ხტება მაესტროს ღობეზე და მაესტროს ერთ-ერთ დამფუძნებელზე ბრძანებას იძლევა რომ გადააგდეთ 4 მეტრის სიკვდილთან, ხო? აი ისკვის სამართლის დამნაშავესთან შეიძლება რაიმე საუბარი? ეხლა გარიგებაზე რომ ელაპარაკება და გარიგებაზე რომ ლაპარაკობს. გარიგება მაესტრო ბაზარი არ არის რომ მასთან გარიგება მოვაწყოთ ჩვენ. რაც შეეხება ჩვენი ცილების გასვლას. მილიონჯერ მithქვავს. ეხლა პირობას ვდებ თელი საქართველოს წინაშე. სანა მიხეილ სააკაშვილია საქართველოს პრეზიდენტი, მაესტროს საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. მეცად გეტყვით, არც 1% არ გასხვისდება. ეს არის ესმე ნათქვამი მაქვს მილიონჯერ. რამდენჯერ ვთქვა და ის რასაც ის ამბობს რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის უფრო მეტი ფული გვინდა, ეს არის ზღაპრები, მოგონილი ალპინისტ ეროსი კიტმარიშვილი. და ბოლო შეკითხვა მამუკა, როგორ წარმოგიდგენთ, ანუ როგორ შეიძლება ვთქვა ამ კონფლიქტის ისე დარეგულირება, რომ ჟურნალისტებს რაც შეიძლება მალე მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება? ძალიან მარტივად, უკანონოდ შემოჭრილი ვიღაც ზონდერები უნდა გავიდნენ მაესტროს ტერიტორიიდან, აქ უნდა შემოვიდეს მაესტროს ლეგიტიმური გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე, შემოვიდეს დაცვა, რომელიც დანიშნულია ბაჩო კიკაბიძის მიერ და მე თუ ხელს უშლი მაესტროს, საერთოდ არ მოვალ მაესტროს შემოგაში. და ხელშეკრულება ხო გაწყვეტილია? მხოლოდ იმიტომ ვიმყოფები, ეხლა რომ ეს ზონდერები არ შემოწმდეს. ხელშეკრულება ხო გაწყვეტილია ეხლა? კი, გაწყვეტილია და უკანონოდ ზის, მაგრამ პოლიცია ასრულებს ეროსი კიტმარიშვილს. თქვენ მიმართეთ, შენ მიმართე პოლიციას რომ გაეყვანა ეროსი. პოლიციაში დარეკა მაესტროს გენერალურმა დირექტორმა დილის 8 საათზე. ითხოვა შველა, პოლიციას ამ წუთამდე არ დაუკითხავს არ შეუკითხია არაფერი. რატომ გარეკეო, არ ეკითხება? პოლიციამ საერთოდ ვინმე დააკითხა, რაიმეთი დაინტერესდა რა ხდება? არა, ესაუბრა მხოლოდ იმას რა ქვია, ეროსი კიტმარიშვილს და იმ დაფუძნებას, რომელიც შიგნით იყო, ვინც პოლიცია გამოიძახა გენერალურ დირექტორს, ვინც არის მთავარი მოქმედი გმირი, ზედათ არ შეხედა, არ ელაპარაკებიან. ასრულებენ კადრებში კარგად ჩანს, როგორ იძლევა ბრძანებას კიტმარიშვილის აკეთებს კარებიო და პოლიცია კეთავს კარებს. გასაგებია. ხო, ნუ ძიმე სიტუაცია. ასე რომ მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ, ძალიან აინტერესებდა ქალბატონ ნინია კაკაბაძეს და ასე შემდეგ. რამოდენიმე კითხვა, მე მათ ლეგიტიმურად ვთვლი ამ კითხვებს. პირველი, რატომ არ შეუშვეს ეროსი კიტმარიშვილი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა საშვი. დამფუძნებლებსაც კი არავინ უშვებს მაესტროში საშვის გარეშე. საშვის გარეშე შედიან მხოლოდ თანამშრომლები. მეორე, გაიყიდება თუ არა მაესტროს წილი? არა, მაესტროს წილი არ გაიყიდება და მესამე, გადააფორმა თუ არა ვინმე რაიმე წილი. ტყუილია. გია გაჩეჩილაძემ მართვაში გადასცა ბაჩო კიკაბიძეს თავის წილი. ამის სრული უფლება აქვს მას.